მადლობა ვერც მოგესალმოთ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებ რა თქმა უნდა ყველაზე აქტუალური და მთავარი თემით გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ესთეტიკის ცენტრში გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილს ბრალად წარედგინა სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა და დიდი ოდენობით ბოტოქსებში და პლასტიკურ პროცედურებში არის ფულის რაღაცა გაფლანგვები თუ რაღაცები ამბები. გახსოვთ ხო ყველას ეს საქმე, ეს არის ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე, მაგრამ მე იფიქრეს პიჯაკებიო არ ღირსო სკანდალურათო და ეხლა ეძახიან ბოტოქსების საქმეს. ბაჯაღლო ტელევიზიამ შეიძლება ასე გააშუქოს ეს სასამართლო პროცესი. ნახეთ, როგორ იმართლებს თავს და როგორ იმუქრება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მილიონიანი ბოტოქსით დაბერილი ტუჩებით. იმედი ეგეთ ნიუსებს აცხობს ხშირად. იმავე საქმეში პროკურატურა ედავება მესამე პრეზიდენტს, რომ ძალიან საეჭოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა სვანეთში ისრიალა და იმავე დღეს ბათუმში ზღვაში იბანავაო. წარმოგიდგენიათ, რას ედავებიან, ანუ მთაში რო სრიალებდა, იმავე დღეს ზღვაში ბანაობდაო. აქ რა არის დანაშაული ვერ ხვდები. ალბათ ზამთრიდან რო პირდაპირ ზაფხულში გადადიოდა. მოკლედ გაზაფხულის და შემოდგომის გამოტოვებას ედავებიან. მიხვდით რა შეესაქმე. გუშინელ პროცესზეც და წინა პროცესზეც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება. განცხადება კი არა, ფაქტიურად მთავრობის ხდომა იყო. მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალ გეგმებზე, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, როგორ უნდა ავაშენოთ ლაზიკა, როგორ უნდა ავამოძრავოთ საქართველოს ეკონომიკა. მოკლედ ისეთი სიტყვა იყო, რომ ასე პირდაპირ ვერ დაიჭერენ. ჯერ უნდა გადააყენონ და მერე დაიჭირონ. იმიტომ რომ ფაქტიურად ისევ პრეზიდენტი იყო, ესე ჩანდა და ძალიან ისეთი იყო. რაღაცა ისეთი სასიამოვნო მოსასმელი. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მიმართვაში თავის შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ეს სასამართლოაო და დამოუკიდებელი რო არ არისო, ეს არისო ყველაზე დიდი შეცდომაო. სრულიად ვეთანხმები, რომ არა შენი დატოვებული ეს სასამართლო, ახლა ციხეში კი არა, წალენჯიხის ავტობუსზე უნდა იჯდე და აქეთ მოდიოდე თბილისისკენ. მე თუ მკითხავ. ძალიან საინტერესო იყო მიშას განცხადების შეფასებები. საინტერესო იყო ალეკო ელისაშვილის პოზიცია. მიშამ რო თქვა, რომ კომიტეტები უნდა შექმნასო ხალხმა, რომ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნითო. ალეკომ უპასუხა, რა კომიტეტი უნდა შექმნან, რომ ფიცლით უნდა შემოვარდნენო პარლამენტშიო. ალეკო, მგონი ზედმეტად თბილია შენი საპარლამენტო სკამი და რაც მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, სკამის უფრო გათბება და ბოლოს გაცხელდება. ხო და არ დაგეწვას ალეკო, არ დაგეწვას. გაუფრთხილდი მაგადღეს. საინტერესო იყო არჩილ თალაკვაძის შეფასება, არჩილი. მიშამ თქვა, ეს ყველაფერი პუტინის დაგეგმილიაო და გამოდისო, რომ პუტინმა ჩამოიყვანაო მალფუჭებად პროდუქტებთან და სატვირთო მანქანასთან ერთადო. კარგით რა ბატონო არჩილ. რატომ იღლით აი ამ პოლიტიკით თავს? რატომ იბინძურებთ გონებას? თქვენი სული ხომ აბსოლუტურად სხვა განზომილებაა არჩილ. თქვენ უნდა იჯდეთ სადმე ზღვის პირას, ანდაც სადმე მთის წვერზე და ქმნიდეთ შედევრებს. თქვენ უნდა წეროთ არჩილ. თქვენ უნდა წეროთ არჩილ. არ გინდათ ესეთი რაღაცები მოეშვით, გათავისუფლდით ყველაფრისგან. თბილისის მერმაც დააფიქსირა საკუთარი აზრი, ვინც ასახათ ვაზროვნეთო, ყველა თანხმდებით, რომ სააკაშვილი არის ბოროტი წარსულიო. განაცხადა თვითონ ბოროტმა წარსულმა 7 ნოემბრის გამправებელმა და იმ დროს სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის ლიდერმა ბატონმა კახიკალაძემ. სხვათა შორის ბოროტ წარსულზე მოსაუბრე მერმა საკუთარი წარსული კარიერიდან ამ წინასაა ახალწლოდ საოცარი 80 მილიონ დოლარიანი სიურპრიზი მოგიწყო ძვირფასო მეგობრებო ჩვენს მოსახლეობას. ენერგეტიკის მინისტრობისას კახის მიერ ერთ ბრძანებაზე დასმული ხელმოწერის გამო რუსებს 80 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოთ. ეს არის 250 მილიონი ლარი. 250 მილიონით შეიძლება ქვეყანამ იზარალა, მაგრამ ეგ არაფერი, აქ მთავარია მიშას პაციენტში გაფლანგული ფული უნდა ამოვიღოთ და ამის გამო მკაცრად გასამართლდეს. აუცილებლად. მოკლედ ეს მთავრობა ერთ კაპიკსაც არავის შეარჩეს ხელისუფლების წევრების გარდა.
ხათაშორის რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ ნაგვის ურნები იტალიური კომპანიისგან ტენდერის გარეშე შეიძინა. მოკლედ ყველაფერი იტალიიდან ჩამოაქვს კახის, შეიძლება ამ ნაგვის ურნებმა ქართული ნაგავი არ მიიღოს და ნაგავის იტალიიდან კონდეს ჩამოსატანი, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით რა მიიღებს ქართულ ნაგავს, არ ვიცით. იმიტომ რომ ჩვენი ნაგავი ხო დაბალი ხარისხის ნაგავია. ხო და იტალიური ნაგავი უფრო მაღალი ხარისხის არის და შესაბამისად გადასაკეთებელი იქნება, იცი რაღაცა თვითონ ურნა იქნება, ცოტა რაღაცა შესასვლელი იქნება, რაღაცა პატარა. მოდი მეგობრებო, მოვწყდეთ იტალიას. დავბრუნდეთ საქართველოში და გადავიდეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გეგმაზე, რომელიც რამდენიმე მილიონით უკან დახევს ეკონომიკას. 1 იანვრიდან ტელევიზიებით იკრძალება ბეთების რეკლამები. აკრძალვა არ შეეხება სპორტულ ღონისძიებებს და სპორტულ კლუბებსო, ესეთი ინფორმაცია მომივიდა, ხო და ასე თუ გაგრძელდა სულ მალე ყოველ პარასკევს თქვენ მოგესალმებათ საფეხბურთო კლუბი ვანო შოუ და მისი უცვლელი ტრენერი ვანო ჯავახიშვილი ბაკავოი თამარ ლეკვეიშვილთან ერთად მეტად დამაჯერებლობისთვის ბენდის წევრებს ეცმათ საფეხბურთო შორტები და ბუცები და მაისურები და სპონსორის მაისურიანი წარწერით ესე იქნება სხვათა შორის და რა ვქნა შემოსავლების შეზღუდვა მაჩვენებოდა კანონში შავი ხვრელის პოვნასო გაჩვენებო აი ამაზეა ნათქვამი ისედაც სიგარეტის ქარხნიდან მივყავს ახლა გადაცემა და კიდე ამის შეზღუდვები მინდა კიდე ახლა ჩვენს ტელევიზიას სპორტულ ღონისძიებებზე შეიძლება რეკლამა, ანუ სპორტული ღონისძიებებზე შეიძლება, ანუ მაგალითად საფეხბურთო კლუბს შეიძლება ეწეროს რომელიღაცა ბეთის სახელი, მიხვდით? ანუ მიხვდით ხო? შეიძლება მაგალითად ბავშვი რომელსაც ეწერება ეს, შეიძლება ის ბავშვი რაღაცა ბეთის სახელი რო აწერია, მოექცეს მაინც ბეთის ზემოქმედების ქვეშ და დააწყებინოს აზარტული თამაში ამ ბავშვს, მაგრამ ეს არ აუშავს, იმიტომ რომ ამ დროს მთავარი არხის სარეკლამო შემოსავალი ხო არ იზრდება რა, აქ ეს არის მთავარი, მიხვდით? რომ ჩვენი შემოსავალი არ გაიზარდოს, თორე ბავშვი იყოს ზემოქმედების ქვეშ, ითამაშოს, იყომაროს ბავშვმა, რა პრობლემაა? რეკლამის აკრძალის გარდა ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველებს და საჯარო მოხელეებს აუგზალა აზარტული თამაშები, არ გატყუებთ. ეს ნამდვილი ინფორმაცია, სოციალურად დაუცველებს და საჯარო მოხელეებს. აი რით არის დაკავებული პრემიერ-მინისტრი. მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია და ყველა მიმართულებით. შემდეგ გამოსვლაზე იტყვის ალბათ, რომ ჩვენ გვგრძალებთ ჯოკერში ვიში კოზირის დროს, ხელში კოზირის დამალვას. და 2 ცხრიან პულკასო. რა საჭირო 2 ცხრიანი პულკა? ხო შეიძლება 1 ცხრიანი პულკა იყოს ჯოკერში, ხო? ეგეცო. ასევე იგზალება ნიჟეს ამოდება. მაგალითად, იმიტომ რომ ჯოკერი არ უნდა ფუჭდებოდეს, მიხვდი? აი ეგეთი ბევრი ვერსიები შეიძლება წამოვიდეს. თამაშების აკრძალვის შემდეგ მალე შეიძლება გაიხსნას სატელეფონო მომსახურება აზარტი ტელეფონით. რეკავს ჩინოვნიკი და იქიდან ხმაეუბნება. შემოდიხარ ოთახში. დებ ფსონს, რულეტკა ტრიალებს. ბურთი ვარდება, ფსონი მიღებულია. ბურთი ჩავარდა წითელ უჯრაში. თქვენ მოიგეთ წითელი პორშე და ამ დროს ამბროლაურის მე სიგარეთ გადაწოლილი. სავარძელში არის გადაწოლილი და ესე სიამოვნებას იღებს. რა ვქნა რა გავაკეთო ახალ წლამდე მინდა ყველა გადაცემაში გახსნო თორე 1 იანვრიდან ამბრაულის მერს ვეღარ ვახსენებ იმიტომ რომ ლიდერ ბეთის გათამაშებასთან ასოცირდება და შეიძლება დამაჯარიმონ პირდაპირ ისე რა გამოდის აი რა გამოდის ღარიბაშვილის დაკვრულზე უნდა იარო ამბრაულის მერმა უნდა იაროს გეკითხებით რა ბოღმა გაქვს ამ კაცის ღარიბაშვილო გამაგებინე ამდენი ტენდერით გამძღარს კიდევ სხვისი ჯიბისკენ რანაირად გაგირბის თვალი ერთმა პორშემ როგორ გაგხადა ეგეთი გულღრძო და შურიანი შეკაი ადამიანო შენ არ გეღირსოს არასდროს სლოტეზე დამჯდარი 3-7-იანისგან გამოწვეული ბედნიერება შენ გულქვა ადამიანო ღარიბაშვილი ეგარი რა ცოტა ნერვებზე გამოვდიო მდგომარე ამ დროს მდგომარეობიდან გამოვდიო კაცი ფაქტიურად რა არის ჩამოუგრია მთელი ცხოვრება ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოგვიდგინა ნარკოდამოკიდებულებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთო. მართალია უნდა დავაწყებინოთ ნარკოდამოკიდებულებს მუშაობა და ამის მაგალითი თვითონ ირაკლი იქნება. კაცი ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებულია და
თან პრემიერ-მინისტრია. ისე რომ იცოდეთ, ყველა ნარკოტიკზე უფრო ძნელი და სახიფათო გადასაგდებია ბიზინა. ჯერ არავის გადაუგდია. მიხვდი ეგა და ამიტომ არის ცოტა ძნელად გადასაგდები. მშვენიერი ინიციატივა მთელი ქვეყანა დასაქმებულია და მარტო ნარკო დამოკიდებულებიღა დარჩნენ დასასაქმებლები ძვირფასო მეგობრებო, რატო უნდა დაიჭაგრონ ეგენი? Rodemde უნდა იარონ ჯიბე გამოღლეტილება გეკითხებით. ადამიანს ელემენტარულად ფონი ჭალას იწასასვლელი ფული რო არ გექნება. აბა ეგ საქმეა? ხო უნდა იყვნენ ეგენი დასაქმებულები. ისე ამ ინიციატივით ვერ გავიგე ახლა რა გამოდის. გახარია მან ყავდათ ახლა სიმართლე რო გითხრა და კაცი გააქცია და ახლა ისე უნდა დაასაქმოთ. ხო, რა იყო რა, ეგ ხო ნარკომანია. არ არის ნარკომანი. გახარ, იშხაპუნებ ისევ. უშეფ ვენებში მთელ ბიუჯეტის ფულებს, რაც მოიპარე. არინერულ ღარიბა მოგხედავს, ახლა დაგასაქმებს ხოშკიანთ იქნება. ინიციატივები კი კარგი აქვს ამ მონდომებულ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ხმა გავრცელდა, რომ ბიზინა გაშვებას უპირებსო ირაკლი ღარიბაშვილსო და გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს ღარიბაშვილს. არასწორად გაქვთ გამოძიებული ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ ბიზინამ ღარიბაშვილი პრემიერას რო დანიშნა, მაშინ უკვე დაწერილი ქონდა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, იმიტომ რომ იყო ალბათობა, რომ მეორე დღესვე გაეშვა. თან ახალი წელი ახლოვდება და ყოველ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ღარიბაშვილი ავტომატურად წერს წასვლის წერილს. ახლა ჩალიჩვენს, რომ მაქსიმალურად ბიზინას ყურადღება მიშაზე იყოს გადატანილი, რომ არ გაახსენდეს, რომ ირაკლი ყავს გადასაყენებელი. მიხვდით რა შესაძლოა. მე დიდად ვერ მომხიბლა ირაკლის ინიციატივებმა და მონოლოგის ბოლოს ისევ მიშას გუშინდელ განცხადებაზე მეფიქრება ძვირფასო მეგობრებო რა. ადამიანმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა დადო და ყველას მოუწოდა აქტიურობისკენ. ახლა მთავარია სააკაშვილის დახსნა ციხიდან და ოპოზიციის ლიდერებმაც აუცილებლად უნდა დასახონ სწორი სტრატეგია. არა მეგობრებო, აქ აჩქარება არაა საჭირო. სწორი სტრატეგიის შემთხვევაში აპრილი-მაისისკენ აუცილებლად რაღაც იქნება. გამორიცხულია რომ რამე არ იყოს აპრილი-მაისისკენ. ისია შეყანყალებული ეს ხელისუფლება აპრილი-მაისისკენ ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა თავისით. ივნისი-ივლისისკენ. აგვისტოსკენ, არა აგვისტოში ლიდერები ისვენებენ, სექტემბერი-ოქტომბრისკენ აუცილებლად რაღაც იქნება. აუცილებლად და მანდაც თუ ვერ მოხერხდა, ზამთრის სიცივე გადაგტეხავთ ქართულ ოცნებამ წელში, როგორც ნაპოლეონი გადატეხა ისე. აბა ასე იქნება გამორიცხული რა. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკას აფორმებს ბენდი თამუნალეპოიშვილის ხელმძღვანელობით.